გამარჯობა მეგობრებო. დადგა მორიგი საინტერესო ქართული ამბების დღეც. იმატებს და იმატებს არხის გამოწერის შეტყობინებები და ლაიქებიც. ყველა სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობაა, ასე რომ გავაგრძელოთ, გამოვიწეროთ არხი, ვიმეგობროთ და კარგ ამბებთან ერთად ნელ-ნელა საჩუქრებსაც გავათამაშებთ. ამიტომ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. დავიწყოთ. აკაკის ანდერძი. იცოდით, რომ აკაკი წერეთელმა რამდენიმე ანდერძი დატოვა. პირველი ანდერძი 1907 წლის 1 ოქტომბრით თარიღდება. მისი უდიდესი მეგობრის და თანამოაზრის ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან რამდენიმე კვირაში დაწერა მგოსანმა ეს ანდერძი. ალბათ იფიქრა, დიდხანს მეც ვერ ვიცოცხლებო. ანდერძი ასე დაასათაურა: უკანასკნელი სურვილი. ეს ანდერძი სხვიტორში დაწერა და 5 სურვილისგან შედგება. პირველი: ჩემი სურვილია, რომ გელათში დავიმარხო, დავით აღმაშენებლის ფერხთით, თუ შესაძლებელი იქნება. მეორე: დავიმარხო უბრალოდ, ღარიბად, როგორც ეს შეეფერება ჩემს გატარებულ ცხოვრებას. მესამე: გვირგვინები ნუ იქნება. მეოთხე: ჩემი სახლის საჩხერეში მისი ეზოთი და ვენახით, რომელიც დაგირავნებულია ქუთაისის საადგილმამულო ბანკში 300 თუმნად და ღირებით კი ბევრად მეტი ღირს, გადაეცეს წერა-კითხვის საზოგადოებას, იმ პირობით, რომ იქ სახალხო სკოლა იქნება გამართული. მეხუთე: ჩემი თხზულებები გადაეცეს იაკობ გოგებაშვილს, გრიგოლ და ალექსანდრე დიასამიძეებს და ვახტანგ ღამბაშიძეს. იმათ განკარგულებით უნდა გამოიცეს და წმინდა მოგებიდან ნახევარი ეძლიოს ჩემს ცოლ-შვილს, რადგანაც მათ მეც ვერას ვუტოვებ და დანარჩენი ნახევარი გამომცემლებმა მოიხმარო. 1912 წელს აკაკიმ ხელმეორედ შეადგინა ანდერძი, რომლის მიხედვითაც მთელ თავის უძრავ მამულს უტოვებს თავის მეუღლესა და ვაჟს. ამ მამულიდან სამოსახლო ადგილს შენობებით და კარის ეკლესიით სოფელ სხვიტორში საკუთრებად აძლევს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რათა იქ გაიხსნას მისი სახელობის ქალთა სკოლა. ვენახსა და დანარჩენ მამულს საკუთრებად გადასცემს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას. ითხოვს დაასაფლაონ კარის ეკლესიის გვერდით სხვიტორში. ეს ანდერძი აკაკიმ ნოტარიუსთან გააფორმა 1912 წელს, მაგრამ არც ეს აღმოჩნდა საბოლოო, რადგან არსებობს ცნობა, რომ პოეტმა გარდაცვალების წინ თავის ახლობლებსა და ნათესავებს განუცხადა იქ დამასაფლავეთ, სადაც ჩემი ერი ისურვებსო. საბოლოოდ კი გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე აკაკიმ 1914 წლის 29 დეკემბერს სიტყვიერად გამოუცხადა თავის ახლობლებს და მიანიშნა კიდეც ადგილი, სადაც უნდოდა რომ ყოფილიყო მისი სამუდამო განსასვენებელი. ეს ადგილი იყო სხვიტორში, ეკლესიის წინ, ტყემლის ხის გვერდით. ქვითინით უთხოვია აკაკის. ჩვენ საყვარელ პოეტს ეს სურვილი არავინ აუსრულა. 1915 წლის 28 იანვარს ქუთაისში მრავალრიცხოვანმა კრებამ უყოყმანოდ მიიღო გადაწყვეტილება. დასაფლავებულ იქნას მგოსნის ნეშტი ქალაქ თბილისში მთაწმინდაზე, თუნდაც ეს მის ანდერძს ეწინააღმდეგებოდეს. ამ ანდერძებიდან რაღაცეები შეუსრულდა აკაკის, რაღაცეები არა. რაც შეეხება გვირგვინებს, ეს თხოვნა თითქმის შეუსრულეთ. ბევრი გვირგვინი ნამდვილად არ იყო მის დაკრძალვაზე. აკაკის ცხედარს სამგლოვიარო პროცესიაზე ერთადერთი გვირგვინი მოუძღოდა ორსიტყვიანი წარწერით: აკაკის საქართველო. გურული ბაღნების კრება. ეს ამბავი რამდენჯერაც გამახსენდება, იმდენჯერ მეცინება. გურია რომ რესპუბლიკა იყო, იმდროინდელი ამბავია. გურიის რესპუბლიკის ზეობისას 10-14 წლის მოზარდები თურმე უფროსებს ბაძავდნენ და კრებას კრებაზე მართავდნენ. მეამბოხეების უმცროს თაობასაც ყავდათ თავიანთი 10-ის თავები და 100-ის თავები. უფროსების წაბაძვით შეხვედრებზე ბავშვები ერთმანეთს ამხანაგოთი მიმართავდნენ. კრებაზე უმთავრესი განსახილველი თემები ბავშვების ყოფაქცევისა და ქურდობის საქმეების გარჩევა იყო. ანუ ვინც კიტრს ან ნესვს მოიპარავდა და სხვა მცირე დანაშაულებებში იქნებოდა შემჩნეული. ჩვენ პაწია კი ვართ ამხანაგებო, ასე იწყებდა კრებას თავმჯდომარე. მაგრამ თუ აქედანვე არ შეუდექით პატიოსნებას, გონების განვითარებას, ხასიათის გამოსწორებას და სხვა ამფერებს, მერე გვიან იქნებაო. კრებაზე დაადგინეს, რომ მოზარდმა უზნეო არაფერი უნდა ჩაიდინოს. ცუდი სიტყვებით არავის მიმართოს, არ იეშმაკოს, ამხანაგებს არ წაეჩხუბოს, არ შეიგინოს, მშობლების გამგონე იყოს, არაფერი მოიპაროს, უთავბოლო თამაშების ნაცვლად პატარა წიგნები იკითხოს, არავინ გაბედოს
ერთი მეორეს დასმენა, რაიმეს გამომჟღავნება, თორემ ბოიკოტი გამოეცხადებაო. დამნაშავე საჯაროდ მოიყრიდა მუხლს და ბოდიშს ეხდიდა. ასევე შემოღებულ იქნა ურთიერთდახმარების სალარო, რომელშიც თითოეულს თვეში ერთი შაური უნდა შეეტანა. ვისაც არ ქონდა შეტანილი, მის ვინაობას ასაჯაროვებდნენ. შეკრების დასასრულს ყველას პირობა ჩამოერთმეოდა, რომ დადგენილებას არ უღალატებდნენ და ბავშვები ურას ძახილით იშლებოდნენ. აი, ასე სერიოზულად ერთობოდნენ გურული ბაღნები. ღვინის აკრძალვა. ნოე ჟორდანიას შვილი რეჯები იხსენებდა. სოციალ-დემოკრატების უმეტესობა გლეხები იყვნენ. ამიტომ, როდესაც ლევილში ჩამოვიდნენ, მათ გლეხური მეურნეობა აქაც განავითარეს. თქვენი აზრით, რა ოთახი მოაწყვეს პირველი ემიგრაციაში გაქცეულმა ქართველებმა? რთული გამოსაცნობი არაა. შატო ლევილის სასახლეში ერთ-ერთი პირველი საქეიფო ოთახი მოაწყვეს. ცხადია, ქართველების საყვარელი შეკრების ადგილიც სწორედ ეს ოთახი იყო. ეს ოთახი თურმე მოკეიფე და მაგარ მსმელს პოლკოვნიკ წერეთელს ეკუთვნოდა. პოლკოვნიკი წერეთელი ავად რომ გახდა, 15 წლის ვიყავი და ექიმთან თარჯიმნობას ვუწევდი. იხსენებს უმცროსი ჟორდანია. ექიმა კითხა, ღვინოს ხშირად სვამო? ნორმალურადო, უპასუხა პოლკოვნიკმა. ექიმი ცხადია ამ პასუხით არ დაკმაყოფილდა და სთხოვა თარჯიმანს, კითხე ერთი ნორმალური რამდენიაო. ახლა ბერდები და 10 ლიტრაზე მეც ვერ ავსვამო, უპასუხა წერეთელმა. ექიმი გაგიჟდა, დიდხანს დადიოდა ოთახში ამის გასააზრებლად. ფრანგ ექიმს 10 ლიტრი ღვინო ალბათ მთელი წელი ყოფნიდა საწურბად. იფიქრა ექიმა, იფიქრა და ბოლოს უთხრა, იცოდე, 4 ლიტრაზე მეტი არ დალიო. თარჯიმანს გაუკვირდა ეს რანაირი რჩევაო. ექიმა კი ჩუმად უთხრა, ისეთი მსმელი ყოფილა, ამას რომ ღვინის დალევა საერთოდ აუკრძალო, უფრო ცუდად გახდებაო. დაგვიწერეთ კომენტარებში, თქვენ თუ იცნობთ ისეთ ექიმს, რომელიც 4 ლიტრი ღვინის დალევას დაგინიშნავთ. ქართველები. როდესაც სკოლაში ისტორიას ვსწავლობდით, ძირითადად პოლიტიკურ მიმართულებას გვასწავლდნენ. აქა-იქ ეკონომიკურ და კულტურულ ისტორიას. ძალიან იშვიათად თუ მოგვისმენია სოციალური ისტორია. როგორები იყვნენ ჩვეულებრივი ადამიანები, როგორ გამოიყურებოდნენ და რა მახასიათებლები ჰქონდათ და ასე შემდეგ. კიდევ კარგი გვაქვს ევროპელი მოგზაურების ჩანაწერები, თორემ ამ მხრივ ბევრი არც არაფერი გვეწოდინებოდა. დონ გარსია დე სილვა ი ფიგეროამ ძალიან საინტერესო ჩანაწერი გააკეთა ქართველებზე სადღაც 400 წლის წინ, მე-17 საუკუნეში. აი რას ვკითხულობთ ჩვენზე. კაცნი კარგად აგებულნი და ძლიერნი, თეთრი და კეთილშობილური იერსახის, ომში მკვირცხნი და შეუპოვარნი. თავიანთ ხშირ ტყეებს ამოფარებულნი ისინი მუდამ ახერხებენ საკუთარი თავის დაცვას და მხოლოდ მაშინ მარცხდებიან, როდესაც მათი ერთობა ირღვევა და ისინი ცალ-ცალკე ჯგუფებად არიან დაყოფილი. სწორედ ასეთ მომენტებში აწიოკებდნენ მათ თურქები და სპარსელები. მართალია, ქართველები არიან მამაცნი და გამბედავები, რაც არსებითი თვისებებია კარგი ჯარისკაცისთვის. ისინი ამავე დროს არიან უქნარები. ეწინააღმდეგებიან ყოველგვარ დაქვემდებარებასა და მტკიცე დისციპლინას, რის გამოც მათ შორის არანაირი წესრიგი არ სუფევს. მათ პოლიტიკური ან სამხედრო რესპუბლიკის მცირე გამოვლინებაც კი არ გააჩნიათ. მათ შორის ძალიან ცოტაა მდიდარი, რადგან ისინი კმაყოფილდებიან სწორედ იმდენით, რამდენიც საჭიროა საარსებოდ დიდი შრომის გარეშე, რაშიც მათ დიდად ხელს უწყობს მათი საოცრად უხვი და ნაყოფიერი მიწა წყალი. გაიგეთ ხომ? როცა ერთობა ირღვევა და ცალ-ცალკე არიან, მარტო მაშინ მარცხდებიანო. ისიც ხომ გავიგეთ, დისციპლინა არ ადარდებთ და არანაირი წესრიგი არ უყვართ. ასეა, ახლაც არ შევცვლილვართ. რაც შეეხებათ ქალებს, დონ გარსია ასეთ რამეს წერს. თითქმის ყველა ქართველი ქალი ტანმაღალია, თეთრი იერსახისაა და ლამაზია. თუმცა მათ მაინც აკლიათ ევროპელი ქალებისთვის დამახასიათებელი გრაცია. აზნაური ქალები ცხენზე ამხედრებული ნადირობენ შევარდნებით. თუ ხელზე შევარდენს არ ატარებენ, მაშინ აუცილებლად უჭირავთ მშვილდისარი, რათა რაიმე სხვა ნადირზე ინადირონ, რაშიც ბევრი მათგანი მეტად გაწაფულია. ვინაიდან ქალთა ტანისამოსი კაცების მსგავსია, ისინი დიდი სიმარჯვით ატარებენ ცხენებს და მოხდენილად რომ გამოიყურებოდნენ, თმა აქვთ მოშვებული და მხრებზე გაშლილი, რითაც ძალიან ამაყობენ. ისინი ყველა საშუალებას იყენებენ, რომ ყველაზე მოხდენილად და ლამაზად გამოიყურებოდნენ. საინტერესო იქნება თქვენი კომენტარები იმაზე, თუ რაში ეთანხმებით ევროპელ მოგზაურებს, რაში არა და ასე შემდეგ. მოკლედ, გელოდებით კომენტარებში. დღეისათვის სულ ეს იყო.
ჩემი შეხსენება არც გჭირდებათ, რომ ვიდეო დაალაიქოთ. გამოიწერეთ არხი, წინ ბევრი სიურპრიზი და საჩუქარი გელოდებათ. დროებით.